მოგესალმებით ძვირფასო გამომწერებო და პოტენციურ გამომწერებო, დაგიბრუნდით აბსურდის თეატრით და შევეხებით როგორც ყოველთვის დღევანდელ აქტუალურ თემებს. მეც მოგესალმებით და დღეს რაზეც ვისაუბრებთ, ბუნებრივია ამ თემას გვერდს ვერ აუვლიდით, ეს არის 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუცია, რაზეც ასევე ვისაუბრებთ, რას გულისხმობს ზოგადად მშვიდობიანი რევოლუცია, იმიტომ რომ ერთი შეხედვით რაღაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სიტყვების შეიძლება მშვიდობიანი დაერქვას, მაგრამ რევოლუცია ბჭყალებში უნდა ჩავხატოთ. და გარდა ამისა შევეხებით მომავალში რა შეიძლება მოხდეს და ჩვენ ასევე უკვე გვაქვს სახეზე გარკვეული ტიპის განცხადებები ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერებისგან, რომ აპირებენ დაინიციონ ახალი კანონი, რომელიც აკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს და ასევე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით. და ამასაც განვიხილავთ, რა შედეგები შეიძლება მოყვეს, ამდენად კარგი ან ცუდი შეიძლება იყოს ეს. მოკლედ, როგორც ბატონო ნიკოლოზმა თქვა, დღევანდელ აქტუალურ თემებს შევეხებით დღევანდელ ეპიზოდში. ხო, ანუ ახლა მოკლედ მიმოვიხილოთ დღევანდელი კონტექსტი, კანონს შევეხოთ პირველ რიგში. აპირებენ იმ პარტიების გაუქმებას, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ქართული ოცნების წინააღმდეგ. ეს კარგი იქნება თუ ცუდი, მოდი ახლა უცბად განმარტოთ. პირველ რიგში კარგი რა შემთხვევაში შეიძლება იყოს. კარგი დემოკრატიისთვის, რა თქმა უნდა, არანაირ შემთხვევაში არ იქნება, მაგრამ შეიძლება რაღაცა პოზიტიური შედეგი გამოიწვიოს იმ შემთხვევაში, თუ გაიწმინდება ქართული ოპოზიციური სპექტრი. მე ასე ვფიქრობ. ერთს ვიტყვი უბრალოდ, შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, ვინც ჩვენ გიყურებენ და ზუსტად არ იციან რა კანონზე ვსაუბრობთ და მოდი მოკლედ ავხსნი ამ კანონის შინაარსს. მედი. საუბარია იმაზე, რომ აპირებენ კანონის ინიცირებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში აიკრძალებიან პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, ანუ ქართული ოცნება მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიის თაობაზე და ეტყვის, რომ ეს პარტია, მაგალითად ნაციონალები, რომელზეც საგამოძიებო კომისია ჩაატარეს, ამ საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით ნაციონალური მოძრაობა არის საშიში ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ უნდა აიკრძალოს. არ გაგიკვირდებათ ალბათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმას გააკეთებს, რაც ქართული ოცნება ეტყვის და შესაბამისად აკრძალავს პოლიტიკურ პარტიებს. აქ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომ მე რა პოლიტიკური პარტია თუ აკრძალეს, პოლიტიკოსები ახალ პარტიას გააკეთებენ, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ესეც გაითვალისწინა და კანონში აპირებენ იმის ჩაწერას, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში იქნებიან გარკვეული პოლიტიკური პარტიის წევრები, მაგალითად, როგორც წეგან ვახსენეთ, ნაციონალური მოძრაობის წევრები, ვეღარ მიიღებენ ვერანაირ პოლიტიკურ მონაწილეობას პროცესებში, ვერც კენჭისყრაზე დააყენებენ საკუთარ თავს, ვერც სიაში ჩაწერენ, ვერც პარლამენტში შევლენ, ვერანაირ პოლიტიკურ მონაწილეობას გარდა იმისა, რომ არჩევნებზე მივიდნენ, იმედია მაგ უფლებას მაინც თავუტოვებენ, ვერანაირ მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ეს არის კანონის მოკლე და მარტივი შინაარსი. კი ბატონო. ხო და ანუ ბოლომდე ახლა ის ვერ განმარტეთ, კარგია თუ ცუდი. მაგაზე შეგვიძლია რომ ვიკამათოთ. ვიკამათოთ რა საკამათო რა გვაქვს. ანუ ვიკამათოთ რა ვიმსჯელოთ ასე რომ ვთქვათ. ორი მხარე შეიძლება გქონდეს ამას. ხო, პირველ რიგში კარგი და ცუდი ასე ვერ დავყოფდი, იმიტომ რომ შეიძლება პოზიტიური შედეგებიც გამოიწვიოს ამან და ნეგატიურიც. პირველ რიგში პოზიტიურს მე ორს ხედავ. პირველ რიგში ეს არის ქართული ოცნების იმიჯის შელახვა, იმიტომ რომ როდესაც პოლიტიკური პარტია სხვა პარტიას კრძალავს, ანუ მთავრობა ამ შემთხვევაში სერიოზული ზარალი ადგება მის როგორ ვთქვათ იმიჯს რა. და ასევე ჩვენთვისაც შეიძლება ეს კარგი იყოს, იმიტომ რომ ის პარტიები, რომლის სახელითაც აშავებდნენ თუნდაც მშვიდობიან პროტესტებს, ისინი აღარ იქნებიან. და საფრთხესაც ვეღარ წარმოადგენენ და ამის მერე რას იზავენ ხოცები, პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ ისე დიფთერიც არ მიაწყენ ბოლოს. ანუ ტრისხატს ჩამოანგრევენ საკუთარი ხელით, ასე რომ ვთქვი. კი. ტრისხატი რაც ამდენი წლის მანძილზე ქონდათ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის მტერი და შესაბამისად მასთან აფილირებული არის ყველა პარტია, მათ შორის თავიანთი საყვარელი გახარიას პარტიას, რომელიც ერთ დროს მათი წევრი იყო, ეგეც ნაცი გახდა წლების მერე. ეგ ტრისხატი დაენგრევათ, რომ ყველა ნაცია, იმიტომ რომ ოპოზიცია ფაქტობრივად იქნება აკრძალული, მაგრამ ასევე მესამე რაც შეიძლება პოზიტიური ამას მოყვეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, არის ის, რომ თუ აღარ იარსებენ ოპოზიციური პარტიები, საზოგადოებას გაუჩნდება მოთხოვნილება, რომ შექმნან ახალი პოლიტიკური პარტია. და სხვათა შორის არის რამდენიმე ახალი პოლიტიკური მოძრაობა ჯერ, მაგრამ შეიძლება პარტიებად გარდაიქმნან.
თუ მაგაზეც რამე კანონს არ მიიღებენ და საერთოდ პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არ შეექმნება საზოგადოებას. ეგეც საკითხავია ჯერ კიდევ. მე რო რამე არ ვიტყოდი იმას, რომ მაგას არ იცავენ, იმიტომ რომ უკვე ძალიან შორს გავიქცნენ. ვერც იტყვი ფიზიკურად, ვერც მე ვერ ვიტყოდი მაგას. მაგრამ თუ რაღაც დაბრკოლებას არ შეუქმნიან, მაშინ გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი რაც შეიძლება ამ კანონს მოყვეს არის ის, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობები, ახალი პოლიტიკური სახეები გამოვლენ პოლიტიკურ სცენაზე, ასე რომ ვთქვათ. ძალიან კარგი თუ ასე იქნება. ახლა უკვე რა შეიძლება მოყვეს, მოდი ეგეც ვსაუბროთ, რომ ერთი მხარე არ გამოგვივიდეს მას. ცუდი რა შეიძლება მოყვეს. პირველ რიგში დავინახეთ ჩვენ რა მოხდა ამ არჩევნებზე და ერთმა მხარემ მოაწყო ბოიკოტი და საკუთარი ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი გადაიბირა ბოიკოტში. ჩემი აზრით შეიძლება ამას ხანგრძლივი როგორ ვთქვათ, ხანგრძლივი სახე მიეცეს და ის ხალხი, ვინც ნაციონალურ მოძრაობას ახლა პირობითად რო ავიღოთ აძლევდა ხმას, საერთოდ აღარ იაზროს აი მაგ ხალხმა არჩევნებზე რა. რაც სერიოზული დანაკრისი იქნება. შეამცირებს ადამიანების პოლიტიკაში ჩართულობას. კი და ყველაზე ცუდი რაც არის თავიდანვე ვახსენე, რომ ამ დემოკრატიის ხარისხს ურტყავს ეს და ჩვენი ქვეყანა აღარც თუ ისე სიმპათიური იქნება სხვა ქვეყნებისთვის. კი, რეალურად ეგრეა, რაც არ უნდა არ მოგწონდეს გარკვეული პოლიტიკური პარტია, მაგალითად. დღეს არსებობენ ადამიანები, ვისაც ქართული ოცნება ეზიზღება, მაგრამ არანაკლებ ეზიზღება ნაციონალური მოძრაობა. და შეიძლება გაუხარდეთ კიდეც, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავიანთი წევრებიანად აკრძალოს ქართული ოცნება. მაგრამ ამას ცუდი რეალურად რაც მოყვება, რაც არ უნდა იყოს საერთაშორისო ასპარეზზე, ეს დემოკრატიის ხარისხს შეამცირებს და რაც არ უნდა იყოს ბუნებრივად რომ შეხედო მოვლენას, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს პარტია, შენ იმას კრძალავ. ანუ არაძლევ განვითარების საშუალებას რაც არც თუ ისე კარგი იქნება ჩვენ. ხო, თან ანუ საკმაოდ დიდი რაოდენობით ამომრჩეველია იქით ამ მხარეს და პრაქტიკულად აი ამ ხალხს თავისუფალი არჩევნის საშუალებას ართმევ და ხო ისევ და ისევ დემოკრატიას ურტყავს რა. ამ თემაზე ასე სიღრმისეული ჩაშლა ჩემი აზრით არ არის საჭირო, იმიტომ რომ ყველასთვის თვალსაჩინო უნდა იყოს ისედაც რომ არ არის კარგი. მაგრამ მაინც შეიძლება რაღაც პოზიტიური გამოუნახოთ შორ ვადაზე. მაგრამ რო დავფიქრდეთ, რეალურად ჩვენთანაც ეგ კითხვა მექნებოდა ალბათ. რა შეაწყობს ქართულ ოცნებას, რომ იქ გააკეთოს? პირადად ჩემი აზრით, ქართულ ოცნებას აწყობს იმაში, თუ ამას მოაგვარებენ და ამ ტრის ხაზზე აღარ იქნება ჩამოკიდებული, ამ შემთხვევაში, რა ვიცი, უზენაესი ავტორიტეტი გახდება ბიძინა ივანიშვილი და თუ ხალხის ნდობა მაგ დონეზე აქვს, არ ვიცი, მაშინ სამუდამოდ როგორც ლუკაშენკო ისე დარჩება. მაგრამ ლუკაშენკოსნაირად ტირანი ჯერ არ არის ბიძინა, მაგრამ ვნახოთ რა იქნება ამის მერე. და ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ჩვენ deep state-ის თემა, რომელსაც საკმაოდ კარგი ხანია ბერავენ და წარმატებით. მაგრამ ჩემი აზრით deep state-ი ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით არაფერი არ არის, იმიტომ რომ მაინც რაღაც უცხოური ძალაა, რაც ანუ არსებობს თუ არა არსებობს იმიტომ რომ ხედავთ ამას, მაგრამ როგორი ტიპით არსებობს და რანაირად ქართული ოცნება ჩვენ ამას არ გვეუბნება. როგორ არა, ანუ მე ასე ვხედავ მაგალითად, რომ უცხოური ძალის წარმომადგენელი არის მაგალითად ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ პარტიებში პირობითად. ანუ არა, და სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები და გამოდის რომ მაშინ deep state-ს დაამარცხეს, იმიტომ რომ პოლიტიკურ პარტიებს თუ აკრძალავენ, წარმომადგენელი საქართველოში აღარ ეყოლებათ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ NGO-ებს კრძალავენ ისინი. რაღაც ფულის აღება თემები არ ვიცი ეგ თემა, მაგრამ მაინც ასე მგონია deep state-ი დარჩება მთავარ დასაყრდენად ქართული ანუ ტრის ხატი მაინც ექნება. ხო. ანუ deep state-ზე ჩვენ ხშირად გვილაპარაკია და არსებობს თუ არა იმაზე კამათში არ შევალ, რა თქმა უნდა არსებობს, იმიტომ რომ გავლენიანი ხალხი ყველგან არსებობს, თუ deep state-ია ვინმე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ თან ჩtildeოვანი მართველია, თან ყველა მიცის რომ მართავს და ანუ სახელმწიფოში ადამიანი. მე შენ ასეთ რაღაცას გითხავ. შენი აზრით ხო არ დაიწყებენ თუ მტრის ხატი აღარ ეყოლებათ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების, რასაც მე ვარაუდობ, ეს იქნება კონსერვატორები, ეს იქნება გირჩი, განაცებას და ხო არ იტყვიან რომ ესენიც ნაცები არიან. და რით გააშავებენ? შეუძლებელია. ალტინფოს გაშავება შეიძლება მოიფიქრონ. ხოცების მიერ ალტინფოს გაშავება არის შეუძლებელი. იმიტომ რომ ერთ იდეოლოგიაზე დგანა. იდეოლოგიაზე, რიტორიკაზე დგანა. ნუ ხო, რიტორიკაზე ქართულ ოცნებას იდეოლოგია არ გააჩნია. იდეოლოგიას ფარავენ. კი.
რაც შეეხება გირჩს, ერთადერთი შავი წერტილი, რაც გირჩს აქვს, ეს არის, რომ არჩევნების წინ თქვა, რომ მე ვითანამშრომლობ როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან, ისე ქართულ ოცნებასთან. და ვახო მეგრელიშვილი იყო ორი თვე თუ რაღაცა ნაციონალური მოძრაობის წევრი თავიდან. კი და დიდი არაფერი არ არის. ამიტომაც ჩემთვის თითქმის შეუძლებელია ამ ორი პარტიის გაშავება და სხვათა შორის ეს ორი პარტია მეიმედება მიუხედავად იმისა, რომ იდეური აცდენები მაქვს ორივესთან. იდეურ აცდენებში იმას არ გულისხმობ, რომ რაღაც ფუნდამენტურ საკითხებში არ ვეთანხმები უბრალოდ. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვიწრო დეტალებში ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მე ჩემ თავს ვაიდენტიფიცირებ როგორც ლიბერალ-კონსერვატორად, ასე რომ ვთქვათ, ლიბერალიზმის პოზიტიური გაგებით და არა მემარცხენე ლიბერალიზმის გაგებით, რომელიც თქვენს გეზიზღებათ დიდი ალბათობით და მეც დიდად არ მესიმპათიურება. ასე რომ, მაგ პარტიებს ჩემი აზრით ვერ გაშავებენ. ახლა უკვე გადავიდეთ ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხზე. და ეს არის საზოგადო ბოღმა, რომელიც, რა ვიცი, გეომეტრიული პროგრესით იზრდება და ჩემი აზრით დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს აი ეს ასასრულებს. აი ეს მანკიერება, რაც დღეს გააჩნია ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, არის ბოღმა, მეტი არაფერი. ერთი მხარეც და მეორე მხარეც ბოღმას იყენებს საკუთარი ინტერესების მისაღწევად, ასე რომ ვთქვათ და მთლიანი საქართველოს პოლიტიკა დღეს დგას ბოღმაზე, რაც დამერწმუნებით რომ არ არის კარგი. შენ რა თქმა უნდა გეთანხმები მაგ ნაწილში, იმიტომ რომ თუ რამე ასაზრდოებს როგორც ქართულ ოცნებას, ისე ნაციონალურ მოძრაობას და არა მარტო მათ მოდი ვთქვათ, რომ ჩვენ უთქვაფში არ ვხარშავთ კოცებივით ნაცმოძრაობაში, ლელოსას და გახარიას პარტიასაც, ან ზოგადად ოპოზიციური სპექტრი აქეთ ცალკე აღებული და ზოგადად ქართული ოცნება თავის სატელიტებით აქეთ ცალკე აღებული. ორივეს ასაზრდოებს ბოღმა, იმიტომ რომ ორივეს აქვს თავისი მტრის ხატი, როგორც წერა ვთქვით. და ორივე ბოღმავს თავის ამომრჩევლებს, ყვებავს აი ამ ბოღმით და ეუბნებიან, რომ ისინი ცუდები არიან, ჩვენ კარგები ვართ, ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, კოცები ამობენ, რომ დავრჩებით, იმიტომ რომ ისინი ჩვენზე ცუდები არიან და ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი ჩვენზე ცუდები არიან, ქართული ოცნება. ესენი გავაგდოთ და მე რაღაცა იქნება. კი. და ნახე, ანუ ბოღმა რა კარგი ინსტრუმენტია პოლიტიკოსის ხელში. ადგები შენ და ეტყვი, რომ ის არის საზღარი ადამიანი. ისიც იგივეს ეტყვის. თქვენ უკვე იდეოლოგიური დაპირისპირება კი არა გაქვთ. თქვენ გაქვთ რელიგიური დაპირისპირება, სადაც არ არის ღმერთი. ანუ უბრალოდ რწმენა წარმოდგენების გამო ჭამს დღეს ერთმანეთს. ეს იწვევს იმას, რომ ოჯახის წევრები, მეგობრები, აი ახლობელი ადამიანები ერთმანეთს დაერივნენ და არ ვიცი, მე ჩემ გარშემო სხვათა შორის ძალიან ბევრმა იჩხუბა. ერთმანეთს დაშორდნენ იმის გამო, რომ ერთი ნაცია მეორე ხოცი. ნაცია ახლა ხვდებით ალბათ რა გაგებითაც რა შეიძლება ლელოს უჭერდეს ხო ოპოზიციური ამომრჩეველი ასე რომ ვთქვათ რა ეს არის საშინელება იმიტომ რომ პარტია ოდესღაც წავა და აი ეს ადამიანი რომელიც ჩემ გვერდზე გიდგას ის დარჩება და აი ვიღაცის გამო ანუ თუნდაც ეს იყოს ბიძინა ივანიშვილი თუნდაც ეს იყოს სააკაშვილი ან რა ვიცი რომელიმე დეპუტატი მოგწონს ხო პარტიიდან შენს მეგობარს როგორ უნდა ეჩხუბო მაგის გამო ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რელიგიური დაპირისპირება და უბრალოდ წმენა წარმოდგენებზეა, როგორ ვთქვათ, დამყარებული. ანუ ერთი მხარე ჩხუბობს იმაზე, რომ ჩვენ ევროპა გვინდა და მეორე მხარე ეუბნება, რომ ჩვენც გვინდა ევროპა, მაგრამ არ გვინდა, რომ რუსეთმა დაგვარტყას. ეს ეუბნება, რომ რუსეთი არ დაგვარტყავს, ეს ეუბნება, რომ დაგვარტყავს. ანუ არც ერთი არგუმენტი არის მის სივრცეში, არც ერთი ჯანსაღი დებატი. ქართული ოცნებიდან ბოლოს დებატში დაიჭრა კახი კალაძე. ისიც დებატი არ იყო. დებატი არ იყო, ეგ იყო რაღაც კითხვა-პასუხის რეჟიმი უაზრო, 2 წუთში 100 თუ ჩამოყალიბებ, რა ვიცი, მიხეილ ყაველაშვილი უნდა იყო ალბათ ფილოსოფოსი. ანუ სისულელია, ჩემი აზრით, დღევანდელი პოლიტიკური სივრცე. მოდი, ასე ვიტყვი, რომ ეგ ბოღმა და დაპირისპირება საზოგადოებაში არ ახალია საერთოდ, იმიტომ რომ რო გავიხსენოთ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ხდება ეგ. იყვნენ ზვიადისტები და იყვნენ მხედრიონელები. კი. რითი განსხვავდება ახლა კოცები და ნაცები? არაფრით არ განსხვავდება. ეგ რაღაც მემკვიდრეობა აქვს. გაკერპება. ქართულ ხალხს. ქართველები ჯერ კიდე წარმართები ვართ და წარმართული წესჩვეულებებიდან ვერ გამოვედით და კერპები ვინაიდან აღარ გვაქვს. ჩვენ ვქნით კერპებს ადამიანებისგან, რომლებიც ცნობადები არიან ესე. და ვეთაყვანებით რა, ანუ ხალხი ეთაყვანება და ეს არ არის კარგი. როდესაც შენ საუბრობ უღმერთო რელიგიაზე, სადაც არ აქვს აბსოლუტი წარმოდგენილი და თუ აბსოლუტად მიგაჩნიათ თქვენ ან ბიძინა ან მიხეილ სააკაშვილი, ეს სერიოზული პრობლემაა მეგობრებო და რა ვიცი, სერიოზულ გასაუბრებას გირჩევდით მინიმუმ მეგობართან და თუ ფსიქოლოგის საშუალება გაქვთ, ეგეც არ იქნებოდა ცუდი. ჩემი აზრით, ეგ სისტემა
რომ ვიღაცის ტიმ უნდა იყო აუცილებლად და ყავდეს ოპონენტი, უნდა დაინგრეს რაღაცნაირად. არ ვიცი როგორ და არ ვიცი რანაირად, იმიტომ რომ ეს წლებია უკვე მოყვება, როგორც თქვი, აი ზვიადისტები, მხედრიონელები, მერე შევარდნაძე მოვიდა დაუშვათ და შევარდნაძე და ზვიადისტები იყვნენ, მერე რაღაცა სააკაშვილი მოვიდა და სააკაშვილს კიდე ვიღაცები ებრძოდნენ, ანუ განაც ცუდია ზოგადად რო ოპონენტი ყავს, მაგასაკმაოდ, მაგრამ ასე ერთმანეთში წაკიდება თვითონ ხალხის, იმიტომ რომ მე აი ამისტი ვარ და შენ იმისტი ხარ და მაგის გამო გადაკიდება ერთმანეთის საერთოდ არ არის კარგი არანაირ კონტექსტში. ახლა შევეხები ერთ ძალიან ფართო თემას და ვიტყვი მოკლედ. ფილოსოფიურ წრეებში ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო დაპირისპირება დუალიზმის საკითხზე, ანუ სამყარო დუალისტური, ანუ იყოფა ორად, ცუდად და კარგად, შავად და თეთრად და ასე შემდეგ. ეს ადამიანებმა ჯერ კიდევ ვერ მოიშორეს, იმიტომ რომ დამიჯერეთ მეგობრებო, არ არსებობს ცუდი და კარგი. არსებობს მისაღები და არამისაღები. ეს უკვე იზომება ხარისხობრივად და ამიტომაც ერთმანეთი არ დავჭამოთ. ის თუ ცუდია, ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას 9 წლიანი სტაჟი აქვს მთავრობაში ყოფნის და კი, რა თქმა უნდა, პოზიტიური რეფორმები გაატარეს, მაგრამ მათ მმართველობას მე პოზიტიურად, ანუ ჯამში ვერ შევაფასებდი, იმიტომ რომ როდესაც ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მე მაგათ არც ეკონომიკა მეღირს და არც უვიზო მიმოსვლა. და უკვე იმაზე ნაკლები სტაჟი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ვიდრე ქართულ ოცნებას, ეგიც უნდა იყოს. კი, ცალკე ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა ხო? ქართული ოცნება ჩემი აზრით კეთილი კი არ არის, ჭკვიანია. ისწავლა ნაციონალური მოძრაობის პრობლემაზე, შეცდომებზე და იმას აღარ უშვებს, ანუ მოძალადე როგორც ასეთი. შეიძლება თქვენ არ მოგწონდეთ და მეც არ მომწონს, როდესაც გაზვყლავ აქციაზე, მაგრამ აქციის გაზით დარბევა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც არ უნდა ვიწუწუნოთ იმაზე, რომ არ უნდა დაგვარბიონ, იმიტომ რომ მართლები ვართ. ყველა მთავრობა არბევს მიტინგებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ამიტომ არიან ცუდები. ძალიან ბევრი სხვა რაღაცაა, ამიტომაც სიღრმეში უნდა შევიდეთ. მოვშორდეთ ზედაპირს, ჩავიდეთ დაბლა და გავაკრიტიკოთ ეს ხალხი. როდესაც ამორჩეველი იქნება განათლებული, აი ასე ვეღარ მოატყუებენ, რომ სააკაშვილი მოვა და დაგვემხობა და რუსეთში შემოგვიტევს. რაც შეიძლება მართლა მოხდეს. მაგრამ ამას ხო რაღაც არგუმენტი უნდა კონდეს, თუნდაც სისულელი არგუმენტი, მაგრამ მყარი. კი, ზუსტად. დაგვრჩა კიდევ რამე თემა, რაზეც უნდა ვისაუბროთ. მოდი ახლა როგორც აბსურდის თეატრი ეს ზოგადი მიმოხილვა იყოს და თუ რამე გაუგებარი იყო ამ გადაცემაში, დაგვიკომენტარონ აუცილებლად. თუნდაც ისტორიული საკითხი იყოს, აი ბატონმა გოგამ ახსენა, რომ ანუ არ არის ახალი თემა ეს დუალისტური დაპირისპირება, ორი ადამიანი რო უპირისპირდება ერთმანეთს. უი ხო, ანუ ამ დუალიზმზე ვიტყვი, რომ ანუ ყველა ვარიანტში ძლიერ პარტიებს აწყობთ დუალიზმი, ანუ ორად გაყოფა. წარმოიდგინეთ რა ხდება დღეს ხო, არის ოპოზიციურ სპექტრში ბევრი, მაგრამ მოხდა ერთი სახელის ქვეშ ჩამოყალიბება, ან გაერთიანება რა. ეს არის ნაციონალური მოძრაობა ყველას ვეძახით ნაცებს. ანუ მეც კი გამიჯდა ეს და ანუ ოპოზიციონერს ვიხსენიებ, ანუ ნაცს ვეძახი რა. ამით არ ვამაყობ სხვათა შორის. უბრალოდ ენის რეფლექსია, ასე რა ვთქვათ. კიდე რაზეც ჩვენ რო გვესაუბრა, არის უშუალოდ 4 ოქტომბრის მოვლენები. მშვიდობიანი რევოლუციის დეფინიცია, ასე რა ვთქვათ. ეგ როგორ გამოგჩა, ანუ აუცილებლად არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავია. კი. პირველ რიგში მე ასე დავიწყებდი მაგ თემაზე საუბარს, რომ 4 ოქტომბერს ჩვეულებრივ რიგით მოსახლეობას უგულისხმობ, რიგით საზოგადოებას, ვინც მოყვა აი ამ ამბავში და ვინც დაკავებული ყავთ და დღემდე და აი ამ წუთამდეც ალბათ გრძელდება სამძებრო სამუშაოები გარკვეული ადამიანების წაიყვანონ და იჭირონ. უცხადებ სოლიდარობას, იმიტომ რომ ისინი ჩემი აზრით შეეწირნენ გარკვეულ იმას შეეწირნენ, ისიც ჯეროდათ, ასე რომ ჯეროდათ, მაგრამ ხო, აი ცოტა ისეთი საკითხია კიდე რამდენად აი ზოგადად მე ქართულში რა მიყვარს, იცი? ანუ სულ იმას ვამბობთ, რომ ჩვენ ვიბრძოდით ქრისტიანობისთვის, მაგრამ ცალკე ქრისტიანობამდეც ვიბრძოდით სხვა რაღაცისთვის. როდესაც ზოროასტრიზმი შემოდიოდა საქართველოში, ანუ ქართველებმა თავი არ დახარეს და ბოლომდე დაიცვეს მაშინდელი წარმართული რელიგია, თავიანთი. ანუ ქართველს რისიც ჯერა, იმას თავს შეაკლავს. ეს ჩემთვის არის ძალიან დასაფასებელი. ერთ-ერთი საუკეთესო რაღაცაა, რაც კი ქართველს გააჩნია. და არ გავკითხოთ ის ახალგაზრდები და თუნდაც მოხუცები, იმიტომ რომ მოხუცებსაც იჭერენ, ახლა ექიმი დაიჭირეს და გამოუშვეს.
ხო და ნუ გავკითხავთ, იმიტომ რომ ის ადამიანი მისულია იქ იმისთვის, რომ საკუთარ აზრს დაუჭიროს მხარი. წარმოიდგინეთ, ციხეზე მიდის, ფაქტობრივად ცხოვრებას წირავს. ეს ახალგაზრდულ მაქსიმალიზმს დავაბრალოთ თუ რაიმე სისულელეს, მაინც დასაფასებელია. ანუ ვაჟკაცური საქციელია. და ამ ხალხს მართლა სოლიდარობას უცხობ სოლიდარობა ყველა ვარიანტში. მედია რომ მალე გამოუშვება. მე ისედაც მხარს უჭერ ამ ხალხს, მაგრამ პარალელურ მხარეს მიმართავ, რომ ანუ მოდი ნეგატიურად მოიხსენიებთ მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მოწინააღმდეგეები არიან, ასე რომ ვთქვათ, მოდი შევიყვაროთ ერთმანეთი და ანუ ქართველ ხალხს დღეს სჭირდება გაერთიანება ყველა ვარიანტში. და აი ახლა უკვე უნდა განვიხილოთ ის თუ რა არის მშვიდობიანი რევოლუცია და დაიწყე და თუ რამე დავამატებ. და რა მოხდა ზოგადად 4 ოქტომბერს? რა მოხდა, რა უნდა მომხდარიყო და რა არ გაკეთდა. კი ბატონო, 4 ოქტომბრის დღე ზოგადად ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში გაჩნდა ლევან ხაბიაშვილი აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ 4 ოქტომბერს დავამთავრებთ ამას, მოხდება მშვიდობიანი რევოლუცია, ქართული ოცნება წავა, მერე ხაბიაშვილი დაიჭირეს და წინაპლანზე წამოვიდა პაატა ბურჭულაძე, რომელიც ამბობდა იმას, რომ ჩვენ გამოვალთ 4 ოქტომბერში იგი ისეთ რაღაცას ვიტყვით და ჩვენ ისეთი გეგმა გვაქვს, რომ 4 ოქტომბრის 8 საათიდან უკვე დაიწყება ხელისუფლების გადაბარება და 5 ოქტომბერს ჩვენ უკვე გვეყოლება ახალი ხელისუფლება. რაც ჩემთვის პირადად და ვიცი რომ შენთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრეთ ამ თემაზე, საკმაოდ არარეალისტურად ჟღერდა. არარეალისტურად ატო ჟღერდა, ახლა ვიტყვით. ანუ პირველ რიგში არის მშვიდობიანი რევოლუცია. მშვიდობიანი რევოლუცია არ არსებობს იმ პირობებში, რაც დაგეგმეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. ანუ ბურჭულაძე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია და ამაში მოდი აი ამ შემთხვევაში ჩვენ არ გულისხმობთ ოპოზიციურ სპექტრს. გულისხმობთ კონკრეტულად ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ გახარეს პარტია და ლელო იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. მედის გარკვეულ მომენტამდე ისინი აბსოლუტურად იძახდნენ იმას, რომ ჩვენ მემიჯნებით, ანუ არ ვართ ორგანიზატორები და ვინც ორგანიზატორებად გამოვიდნენ და თავი გამოაცხადეს, იყვნენ წმინდად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. დიახ. აი ახლა ასეთ რაღაცას ვიტყვი, რომ თუ იმეს დებატებთან შეხება გქონია, ალბათ იცის რა არის ლოგიკური შეცდომა. ლოგიკური შეცდომა არის ასეთი რაღაცა, როდესაც შენ ოპონენტს ეუბნები, მაგალითად, დამიხატე კუთხეებიანი წრე. შენ თუ ამას ვერ დახატავ, ხარ სულელი. ანუ რა თქმა უნდა, ვერ დახატავს ვერავინ კუთხეებიან წრეს. იმიტომ რომ არ არსებობს სამყაროში ლოგიკის საზღვრებცდება. დაახლოებით მშვიდობიანი რევოლუციაც იგივე რაღაცაა, თუ ტარდება გარეთ. მშვიდობიანი რევოლუცია რას ნიშნავს? რევოლუცია პირველ რიგში არის გადატრიალება. ეს შეიძლება მოხდეს, რა ვიცი, ახალი ნივთი გამოიგონა და ბაზარზე გადატრიალება მოახდინო, ან ახალი პარტია მოვიდეს და ხელისუფლება გადატრიალდეს არა არჩევნების გზით. და რევოლუცია საერთოდ არ არის ცუდი სიტყვა, საშიში სიტყვა, ეგეც ცუდი სიტყვა არ არის, ხო? ანუ რევოლუციას პოზიტიური შედეგების მოყვება ხოლმე ხანდახან. ხანდახან ძალიან ცუდიც. და ხშირ შემთხვევაში ისე რევოლუციით ისე დიქტატორები მოდიან ხოლმე, ანუ დიდი განსხვავება არ არის. ხო და რა მინდოდა რომ მეთქვა, თუ გვინდა რომ ჩვენ პროტესტ დავარქვათ მშვიდობიანი, ქუჩაში არ უნდა გამოხვიდე. იმიტომ რომ ქუჩაში რო გამოდიხარ, შენ ვერ კრებ იმ რაოდენობის ხალხს. იმიტომ რომ ზოგი ვერ გამოდის, ზოგს ეშინია, ზოგი რაღაცა ისე ეს და თან ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ასე შემდეგ. ანუ ის კვამლი ჩემ ფილტვებშიც არის დალექილი ახლა ძალიან დიდი რაოდენობით და ხშირ შემთხვევაში მახსენებს თავს. ამიტომაც თუ გვინდა მშვიდობიანი რევოლუცია, უნდა ავდგეთ და უბრალოდ რაღაც ბოიკოტი მოვაწყოთ, არ წავიდეთ სამსახურში. კონკრეტულ მაღაზიებს კლიენტურა მოაკლდებათ, ანუ იმიტომ რომ მანდ აღარ ივაჭრებენ და ასე შემდეგ. ოღონდ მაშინ ეს უნდა იყოს საყოველთაო და არა ის რომ 5000 კაცი აკეთებს ამას. და ეს მოხდება მარტო იმ შემთხვევაში, თუ შენ ადამიანებს დაარწმუნებ. შენ თუ ადამიანებს ვერ დაარწმუნებ, ანუ ის სულელი არ არის არავინ და არც მოღალატე არ არის. ბევრი მოღალატეს ეძახდა იმ ხალხს, ვინც აქციაზე არ გადის, ან არჩევნებზე მიდის, ჯერ ერთმანეთს ეძახდნენ მოღალატეებს, წარმოიდგინე ოპოზიციური სპექტრი. ანუ იქაც კი გაიყო. წარმოიდგინეთ რა დონის წარმართული რელიგიური, რა ვიცი, დაპირისპირება გვაქვს. და მშვიდობიანი რევოლუციას ხათაშორის, არ ვიცი, თუ არა ვარდების რევოლუციაც მშვიდობიანი რევოლუციად არის აღიარებული. ამავდროულად მშვიდობიანი რევოლუციის დეფინიციად შეიძლება ითვლებოდეს ისიც, რომ შენ გამოდიხარ გარეთ ქუჩაში, მაგრამ შენ მიერ მოწყობილ რევოლუციას თუნდაც პარლამენტში შევარდნაც, რაც იყო ვარდების რევოლუციის დროს, არ მოყვება მსხვერპლი. ნახე რა მშვიდობიანს ვლაპარაკობ ახლა მე.
იმას რომ დაპირისპირება უშუალოდ პოლიციასა და იმათ შორის არ მოხდება, მაგრამ ბორჭულადეს ხომ მაგის იმედი ქონდა, რომ ანუ პოლიცია გადმოვაჩენკენ, იმიტომ რომ დაგვინახავს ეგ იყო, ვარდების რევოლუცია ეგ იყო. სულ მოხდა დაპირისპირება, იმიტომ რომ ისინი მართლა გადმოვიდნენ. ხდები? იმიტომ რომ იდეა იყო. ამ შემთხვევაში. და როდესაც არის იდეა, ლიდერი არსებობდა, იგი არის ყველაზე მთავარი. კი. რაც გინდა თქვით სააკაშვილიძე, მაგრამ უძლიერესი ლიდერია. და იმასაც ვიტყვი, რომ საქართველოში დღეს არ გვყავს ლიდერი გარდა სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილისა. აი ასეა, ძალიან ცუდი მოცემულობა, მაგრამ რაც არის ეს ის სასიამოვნო მოცემულობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგ არის რევოლუციისთვის და ნებისმიერი ცვლილებისთვის ზოგადად. თავარი არის ლიდერი, სახევი ყავს შენ. თუ არსებობს, ჩვენ შემთხვევაში არ არსებობდა ლიდერი 4 ოქტომბერს. ან თუ არსებობდა, თუ ლიდერად მიიჩნევდი, მაშინ ეს იყო პაატა ბურჭულაც. რაც ჩემი აზრით ძალიან არასერიოზულია. პაატა იყო დასმული ლიდერი. დასმული ლიდერი ის უკან იყო რევოლუცია. ლიდერი უნდა დაიბადოს და ხალხის კეთილგანწყობა მოიპოვოს. თუ ასე არ იქნება, რევოლუცია არ იმუშავებს უბრალოდ. და ხალხს უნდა აგრძნობინო, რომ შენ ხალხის გვერდით ხარ. როგორც ლიდერი, ნამდვილი ლიდერი. კი, ციცაკის პრესი არ უნდა გაიქცე და ვერც გაამტყუნებ ახლა 80 წლის კაცია თუ 70-ის. ხო, 70-ს გადაცილებული არის. კი, ამ ციცაკის პრემ შეიძლება გულის პრობლემების გამოიწვიოს მაგისთვის, იმიტომ რომ რავი წნევა მოუწიოს ან რაღაც ეგეთი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნაკლი მთავარი რაც იყო 4 ოქტომბრის იყო ის, რომ საერთოდ არ იყო ორგანიზებული. დღემდე მე ყველაზე მეტად ნერვები მეშლება იმ ხალხზე და ყველაზე მეტად მაღიზიანებს იმ ხალხის გამოსვლები, ესენი არიან პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ოპოზიციურ ფლანგზე, რომლებიც ზაფხულიდან მოყოლებული 4 ოქტომბრის ჩათვლით, სანამ ეგ ამბავი მოხდებოდა, მოუწოდებდნენ ხალხს, რომ გამოდით, მაგრამ 5 ოქტომბრიდან მოყოლებული იძახიან, რომ ჩვენ არ ვიცოდით გეგმა რა იყო. მაგრამ ხალხს ეძახდნენ ისეთ ადგილას, სადაც თვითონაც არ იცოდნენ გეგმა რა იყო. ეს პირველად არ მომხდარა. საქმეც ეგ არის. მაგის გამო ხომა პირველად არ მომხდარა, მაგრამ მაგის გამო რა შედეგსაც ახლა ვიღებ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში ზის. ეგეთი რაღაც იქამდე არ მომხდარა ჩემი აზრით. ამ რაოდენობის ადამიანები ციხეში. საკუთარი სიტყვების გამო, რაზეც პასუხისმგებელი აღარ ხარ მეორე დღიდან უკვე. და ჩემი აზრით, ქართული ოცნება თუ ჭუას იხმარს, ამ ხალხს შეიწყალებს და მე ასე მგონია, რომ ცოტა ხანში სიტუაცია რო ჩაწყნარდება, ყაველაშვილი შეიწყალებს ამ ხალხს. ყოველშვილს შეაწყალებინებენ. შეაწყალებინებენ, ხო, ამ ვინ ეკითხება. მაგრამ მე დიდათ არ მგონია რომ ეგ მოხდეს, მაგაში ვერ დაგითანხმები. მე რაღაცნაირად იმედი მაქვს და ამ იმედით დავიჯერე რა. ქართული კეთილგონიერების იმედი გაქვს თუ აი რისი? ხო რა ვიცი, ანუ ამას პოზიტიურად გამოიყენებს, ანუ ჩვენ ახალგაზრდებს არ ვერჩით რეალურად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ მგონია, იმიტომ რომ მაგ ლოგიკით მაშინ მათე დევიზია, რომელსაც 3 წელიწადნახევარია თუ 4 წელიწადნახევარი მისჯილი უკვე ამის 1 წელია, შეიწყალებდნენ. ხო, მაგრამ სიტუაცია ხო არ შეწყნარებულა. ჩემი აზრით, ბოლო წერტილი იყო 4 ოქტომბერი აქციების. იმიტომ რომ ხალხი მიხვდა საბოლოოდ, რომ ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან. და სანამ იყვირებენ იმას, რომ ეს სახალხო პროტესტია და ჩვენ არ გვჭირდება პოლიტიკოსი და ლიდერი, მანამდე არაფერი არ გვეშველება. გუშინ მოსმენდი სხვათა შორის ერთ პოლიტიკურ გადაცემას. ერთ-ერთ ტელევიზიაში და ზოგადად მედიას ცალკე შევეხებით ალბათ ერთ ეპიზოდს აუცილებლად დავუთმობთ მედიაზე საუბარს. მედიას არჩევია ბრძნული აზრების ფრქვევა. მაგრამ ერთი ასეთი საინტერესო ფრაზა მოვისმინე ერთ-ერთი ჟურნალისტისგან, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ცუდი იქნება თუ ეს კარგი იქნება, დაიწყება ახალი პოლიტიკური რეალობა. მე მაგ ფრაზას ვეთანხმები, იმიტომ რომ არ ვიცით რა შეიძლება მოყვეს, მაგრამ ფაქტია რომ 4 ოქტომბრის მერე რაღაც პოლიტიკური პროცესები მოკვდა და ამას აუცილებლად მოყვება კარგი ან ცუდი ცვლილება, ანუ რაღაც ახლის დასაწყისი, მე ასე ვფიქრობ. ნახოთ. ანუ ეს ციკლი რაღაცნაირად გაწყდა რა 4 ოქტომბერს, ჩემი აზრით ასე ვფიქრობ. მე მგონი რაც თქმელი იყო უკვე ითქვა. კი, შეგვიძლია დასასრულისკენ წავიდეთ და ხალხს მოუწოდოთ რას თავარი რომ გამოიწერონ ჩვენი არხი პოლიტიკური ცხოველი და ლაიქეთ და კომენტარეთ ვიდეო და კომენტარეთ, გააზიარეთ და ჩვენ ვეცდებით რომ საკმაოდ ხშირად მოგაწოდოთ გარკვეული ანალიტიკური მსჯელობა იქნება ის თუ გარკვეული რაღაც ინფორმაციული, საინფორმაციო ვიდეოები პოლიტიკასთან დაკავშირებით. და ერთს დავამატებ, რომ თუ რაიმე დაგაინტერესათ განსაკუთრებით, წერანაც ვახსენე, ისტორია იქნება, კონკრეტული ტერმინი იქნება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, დაწერეთ კომენტარებში და ჩვენ აუცილებლად გადავიღებთ ვიდეოს ამ თემაზე. ჩვენი არხი აბსოლუტურად ღიაა, ნებისმიერი
ოღონდ პოლიტიკის თემატიკაზე რა, ჩვენ არ გვაქვს რაღაც სპეციალური დღის წესრიგი გაწერილი, აი დღეს ამაზე უნდა ჩავწერო, ხვალ ამაზე, არა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის ბადე, ასე რომ ვთქვათ, კვირის თუ რა თემაზე და როდის უნდა დაიდოს ვიდეო, ხალხთან შეთანხმებით გავაკეთოთ, რაც ჩემი აზრით არც თუ ისე ხშირი ფუფუნებაა ქართულ სივრცეში. ფაქტობრივად ვიკიპედია ვართ, სადაც კომენტარებში უნდა დაწეროთ საძიებო სიტყვა. ნახვამდის.